ტერმინი დემოკრატია, როგორც წესი, ყოველთვის დადებით კონტექსტში გვესმის და გვასწავლიან, რომ ანტიკური საბერძნეთის ეს მიღწევა ცივილიზაციის ოქროს სტანდარტია. თუმცა ბერძნული ფილოსოფიის ფუძემდებლები, განსაკუთრებით კი სოკრატე და პლატონი, დემოკრატიის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. საზღვაო მოგზაურობაში რომ მიდიოდე, ვის მიანდობდი გემის კაპიტნის არჩევას? ნებისმიერს? თუ მას ვინც ზღვაოსნობაში ერკვევა? სწორედ ამ მარტივ კითხვას სვამს სოკრატე პლატონის სახელმწიფოში და ასეთ ცდილობს დაგვანახოს დემოკრატიის უარყოფითი მხარეები. თუ გემის კაპიტნის არჩევას ზღვაოსნობაში ჩახედულ ადამიანს მიანდობდი, მაშინ რატომ ვანდობთ ქვეყნის მეთაურის არჩევას ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს? სოკრატე ცდილობს დაგვანახოს განსხვავება ორი ტიპის: ინტელექტუალურ და დაბადებით დემოკრატიას შორის. ინტელექტუალურ დემოკრატიაში ხმას აძლევენ ისინი, ვისაც საჭირბოროტო საკითხებზე ბევრი აქვთ ნაფიქრი. დაბადებით დემოკრატია კი გულისხმობს, რომ ყველას შეუძლია ხმის მიცემა, როცა გარკვეულ ასაკს მიაღწევს. სწორედ ასეთი ტიპის დემოკრატია გვხვდება დღეს თანამედროვე ქვეყნებში. სოკრატე თვლიდა, რომ ხმის მიცემა უნარია და არა ინტუიცია. ამიტომ სხვა უნარების მსგავსად საჭიროა მისი შესწავლა. გაუნათლებელი მოქალაქისთვის ხმის მიცემის უფლება კი უპასუხისმგებლობაა, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგამდე, დემაგოგიამდე მივყავართ. არჩევნების მოსაგებად ადამიანები ხშირად ცრუ დაპირებებსა და ტყუილს მიმართავენ. კომპლექსური პრობლემების მარტივი გადაჭრის გზებს გვთავაზობენ, რომლებიც რეალობაში სულაც არ მუშაობს. ამის დასანახად სოკრატე გვთავაზობს წარმოვიდგინოთ სცენა, რომელშიც ექიმი და ტკბილეულების მაღაზიის მეპატრონე საარჩევნო დებატებში მონაწილეობენ. ტკბილეულის მაღაზიის მფლობელი ხალხისთვის ექიმს ასე დაახასიათებს: ამ ადამიანს ბევრი ცუდი აქვს თქვენთვის გაკეთებული. უტკენია, წარე წამლები დაუნიშნავს, აუკრძალავს იმის სმა და ჭამა, რაც გინდოდათ. მე კი თქვენ გემრიელი ტკბილეულით გიმასპინძლდებით. ექიმი კი პასუხობს: იმიტომ უპირისპირდებით თქვენს სურვილებს, რომ დაგეხმაროთ. როგორ ფიქრობ, დაიმსახურებდა ექიმი საზოგადოების კეთილგანწყობას? სამწუხაროდ, ალბათ ვერა. აღსანიშნავია, რომ სოკრატემ თავად გამოსცადა ხმის მიცემის კატასტროფული შედეგები. ძველი წელთაღრიცხვით 399 წელს ბერძენი ფილოსოფოსი ახალგაზრდობის გარყვნისთვის გაასამართლეს. ხმათა უმრავლესობით კი მისი სიკვდილით დასჯა გადაწყდა. როგორ ფიქრობ, დემოკრატია აბსოლუტური სიკეთეა? თუ მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა განათლებასთან ერთად ვიყენებთ? გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში.